ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა მბრძანებისთვის. სწორედ ამ თემის შემდეგ გადავწყვეტეთ რუსული პროპაგანდის თემის შემდეგ თქვენი მოყვანა. რადგან გვესაუბრა რუსეთთან მიმართებით თქვენს პოლიტიკაზე. ეხლა ლევან ბერძენიშვილმაც თქვათ, რომ პატივს გცემთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელიც ღიად პრორუსულია. თქვენ თუ აფასებთ ესე თქვენს პარტიას? მოგესალმებით, ეკა დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. იცით რა შეა საქმე? ხა მე როგორ ვაფასებ ეს არაერთგზის მithქვამს, მაგრამ მოდით დავიწყოთ ამ შეკითხვით. რას ეძახით პრორუსულობას? აი, რა მიგაჩნიათ თქვენ, რა კრიტერიუმებით შეიძლება ადამიანი ან პოლიტიკური ძალა დახასიათდეს როგორც პრორუსული? მაგალითად იმით, რომელიც არ აღიარებს, რომ პუტინი არის საქართველოს ინტერესების მტერი, რომ პუტინის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. იცით რა შეა საქმე? ჩვენ ხომ სერიოზულად უნდა ვისაუბროთ და ვისაუბროთ პოლიტიკაზე სახელმწიფო ინტერესებზე ორი ქვეყნის. ხადია და არავითარ შემთხვევაში ემოციებზე აყოლილებმა რა. პოლიტიკაში მოგეხსენებათ, რომ არ არსებობენ მუდმივი მტრები და არ არსებობენ მუდმივი მეგობრები. და ადამიანები, რომლებიც პოლიტიკას სერიოზულად უდგებიან და რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსები არიან, არასოდეს არ მოიხსენიებენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს და მით უმეტეს ლიდერებს და მით უმეტეს მეზობელი სახელმწიფოს ლიდერებს, რაც არ უნდა რთული ურთიერთობები ქონდეთ მეზობლებთან, როგორც მტერს ან მოყვარეს. ის არის სხვა სახელმწიფოს მეთაური და შენი ამოცანა არის, რომ ისე მოიქცე, რომ მაქსიმალურად გაატარო მასთან ურთიერთობაში შენი ინტერესები. როცა ლაპარაკობენ პრორუსულობაზე, მაგალითად იგივე ჩვენი პარტიის, ახლა გესმით ალბათ ძალიან კარგად, რომ მე არ ვაპირებ ახლა იმის მტკიცებას, ვარ თუ არა პრორუსული ან პროქართული, ხო? თქვენ სხვათა შორის დაასახელეთ ჩვენი პარტიის სახელწოდება. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო. არის თუ არა საქართველოს ერთიანობა პრორუსულობა? არის თუ არა ის, რასაც მე და ჩემი თანაპარტიელები მუდმივად საუბრობთ, რაიმენაირად, ასე ვთქვათ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის გამთლიანება, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება, კონფლიქტების დარეგულირება და ამით ქვეყნის გამთლიანება, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მეზობლებთან ურთიერთობის დალაგება, რაც არ უნდა რთული იყოს. მოდით ახლა მივყვეთ პუნქტობრივად. მოდით, აი ამას პუნქტობრივად მივყვეთ. ქალბატონო, თქვენ თქვით, რომ საქართველოს ქვეყნებს არ ყავთ მუდმივი მტრები და არც მუდმივი მეგობრები. ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს, 20%-ზე მეტი ყოველდღე მიმდინარეობს ცოცავი ოკუპაცია და მართლაც არ ვიცით სად გაჩერდება რუსული ჯარი. დღეს არის თუ არა რუსეთი მტერი ამ კონკრეტულ მოცემულობაში? ჩვენ ხო მუდმივობაზე არ საუბრობთ და ისტორიაზე. ამ შემთხვევაში კონკრეტულ მონაკვეთებს საუბრობთ, საქართველოს ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთებს საუბრობთ. იცით, როდესაც ზოგჯერ თქვენი ეთერიდან ან არა პირადად თქვენი, არამედ ზოგადად თქვათ რუსთავი-2-ის ან სხვა ტელევიზიის ეთერიდან მესმის, რომ თურქეთი არის ჩვენი ისტორიული მეგობარი, მიუხედავად ჩემი ძალიან კეთილგანწყობისა თურქეთისადმი, ხა ცოტა, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშანი ჩდება, ხომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რამდენად ისტორიული მეგობრობა აკავშირებდა საქართველოს და თურქეთს. ისტორიას ნუ ჩავყავთ, ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ დღეს დღეს თურქეთთან ჩვენ გვაქვს კეთილმოზობლური ურთიერთობა. თურქეთს არ აქვს ჩვენი ტერიტორიები, იმ სამართლებრივი თურქეთს არ აქვს ჩვენი ტერიტორია უკაცრავად. გაეროს მიერ აღიარებული სამართლების ჩარჩოებში არ არის თურქეთი დღეს ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ჩვენ საუბრობთ იმ სამართლებრივ სისტემაზე, რომელზედაც დღეს თანამედროვე მსოფლიო და მოდით ამ სამართლებრივ სისტემაში დავჭერთ. თქვენ სამართლის სპეციალისტი ხართ, ძალიან კარგად იცით ეს ჩემზე უკეთესადაც, ამიტომ არ გავყვეთ ისტორიას, გავყვეთ დღეს არსებულ სამართლებრივ სისტემას, საერთაშორისო ნორმებს, რომელიც მოქმედებს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე ვისაუბროთ. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე რუსეთი არის თუ არა საქართველოს მტერი, ოკუპანტი, რომელიც იბრძვის მისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. კარგი, აუცილებლად გიპასუხებთ მაგ კითხვაზე, მაგრამ რა თქმა უნდა თურქეთზე უნდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ ძალიან ვაფასებ დღეს საქართველოს და თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რომ არანაირად არ მინდა ესე ვთქვათ თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაში წვრილი შევიტანოთ. ეხლა თურქეთზე გესაუბრათ, იმიტომ რომ ესეც რაღაცნაირი რუსული პროპაგანდის რაღაცნაირი წილია საქართველოში, რომ თურქეთი საწინააღმდეგო და რუსეთი. აი თურქეთი საერთოდ რატომ გადახსენდა? სერიოზულად საუბრობთ, ქალბატონო ნინო, მე დღეს გეკითხა თურქეთზე, არ გეკითხა
გეკითხებით. მე დღეს გეკითხებით ქვეყანაზე, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული. კი ბატონო. ეხლა რატომ გამახსენდა მე მოგახსენეთ, როდესაც ვლაპარაკობთ მტრებზე და მეგობრებზე, მე კიდევ ერთი დასტური მოგიყვანეთ იმისა, რომ არ არსებობენ მუდმივი მტრები და არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მე ძალიან მენდომება, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს და რუსეთს კონდეს მეგობრული ურთიერთობები, ოღონდ აფხაზეთი და სამაჩაბლო იყოს საქართველოს ერთიანი ტერიტორიის ფარგლებში. ახლა რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთი და რუსეთის პრეზიდენტი მით უფრო ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული პოლიტიკოსია და ის არ შეიძლება იყოს ვინმეს მტერი ან ვინმეს მეგობარი. მას აქვს თავისი სახელმწიფოს ინტერესები და ამ სახელმწიფოს ინტერესებში, რა თქმა უნდა, შედის ის, რომ მის სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოს საზღვრებიდან არ ემუქრებოდეს საფრთხე. ის ცდილობს გააძლიეროს თავისი ქვეყანა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვყავს არც ერთხელ ამ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება, რომელიც შეეცდება და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აყოლილები ვართ ემოციებს, აყოლილები ვართ პროპაგანდას, ჩვენ ვლაპარაკობთ მართლა პროპაგანდისტული, ესე ვთქვათ, ტერმინოლოგიით. მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები გადავწყვიტოთ. თქვენ მაინც არ ამბობთ, რომ მოდით, მაშინ ასე დაგისვათ კითხოს. ის ინტერესები, რომელიც დღეს აქვს პუტინს საქართველოს თქვენ გონიათ, რომ პუტინი ბევრს ფიქრობს საქართველოზე? ძალიან ცდებით. მე არ ვიცი რამდენს ფიქრობს, მაგრამ მე ვიცი რაც გააკეთა საქართველოში. მის ფიქრი არ ქმედება გვაინტერესებს. მე პოლიტიკოსების ფიქრებს ვერც თქვენ და ვერც მე ვერ ვაკონტროლებთ, ქალბატონინო, მაგრამ ჩვენ ქმედება გვაინტერესებს და ქმედება და ფაქტის სახეზეა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. რუსეთის ინტერესი არის თუ არა საქართველოში, რომ საქართველო არ დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავშირს? ევროკავშირზე არ გეტყვით, ევროკავშირი სრულიად სხვა არის, ნატო რა თქმა უნდა, თუმცა დაახლოებაზეც არ ვიტყოდი, იმიტომ რომ დაახლოება გაწევრიანება არის თუ არა რუსეთის ინტერესების სხვა რამეა, კი დაგიდასტურებთ ნამდვილად, რომ რუსეთს ეს არაერთ გზის უთქვამს ღიად არ დაუმალავს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ის, რომ მისი საზღვრების, ესე ვთქვათ, მიჯნაზე იყოს ამერიკის ან ნატოს სამხედრო ბაზები. ეს არაერთ გზის თქმულა და ვერც იქნება, ჩვენ ვხედავთ ახლა რეალობა რა არის სამაგიეროდ იმ განცხადებებით, რომლებიც აკეთეს ჩვენმა არაპრორუსულმა პოლიტიკოსებმა. ხელფეხი გაუხსნეს რუსეთს ჯერ 2008 წელს. ასე ვთქვათ, ყოფილი ხელისუფლების მეთაურის სახით, რომ მართლაც განემტკიცებია თავისი პოზიციები რუსეთს საქართველოში. 2008 წლის ომმა მოგვიტანა ჩვენ თუნდაც ის მცოცავი ოკუპაცია, რომელზეც თქვენ ახლა აბსოლუტურად სამართლიანად საუბრობთ. სამწუხაროდ არაფერი არ კეთდება ლაპარაკის გარდა, რომ ეს მცოცავი ოკუპაცია გაჩერდეს. გეკეთებიათ განცხადება ამასთან დაკავშირებით? არაერთ გზის. მე არ მგონია, რომ თქვენ ახლა ესე არ იყო შეხედული ბოლო პერიოდში. ყოველთვის არა ძალიან ცდები. ახლა გითხარით, რას ფიქრობთ მცოცავ ოკუპაციაზე? იცით რაშია საქმე? მე მეგონა რომ უფრო, ასე ვთქვათ, ინფორმირებული იქნებოდით, მაგრამ თუ არ ხართ ინფორმირებული არ არის პრობლემა. მე არა ციტატებიც მაქვს, მაგრამ ეს ციტატა ვერ მოვიწევთ. ციტატები დავიწყოთ მაშინ, ასე ვთქვათ, მამისონის უღელტეხილიდან, როდესაც მე ვიყავი პირველი ადამიანი, სხვათა შორის და პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განგაში ავტეხე მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით, რომელმაც ჩავატარეს, ხო, შეგიძლიათ ამოიღოთ, თქვენ გაქვთ ხოლმე ძალიან კარგი არქივი. მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით მე ავატარე პრესკონფერენცია და განვაცხადე, რომ იქ სადაც მანამდე ქართული დროშა იყო და ქართული მესაზღვრეები იდგნენ, დაიკავეს ის ტერიტორია რუსულმა, ასე ვთქვათ, რუსმა მესაზღვრეებმა და აღიმართა რუსეთის დროშა. მაშინ მე მახსოვს, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს 2009 წლის აპრილში იყო ეს განცხადება გაკეთებული, თუ შეიძლება მარტში. და მე მახსოვს, როგორ მეძახეს პროვოკატორი, როგორ მეძახეს, ესე ვთქვათ, პრორუსული და თქვეს, რომ ეს არის ტყუილი, ეს არის, ესე ვთქვათ, შეგნებული დეზინფორმაცია საზოგადოების და მამისონის უღელტეხილზე არაფერი არ ხდება. ოღონდ რამდენიმე ხნის შემდეგ ეუთოსთან ერთად დადასტურდა, რომ მამისონის უღელტეხილზე სწორედ ქართული დროშის ნაცვლად რუსული დროშა ფრიალია. და ასევე გაგახსენებთ კოდორზე ჩემ განცხადებებს და ასევე შემიძლია გითხრათ, ყველა იმ დღეს ეკა და ეს ამას თქვენ ალბათ უნდა ადევნებდეთ თვალყურს. ყველა იმ დღეს, როდესაც ერთი გოჯითაც კი გადმოიწია საზღვარმა საქართველოს შიგნით, მე ვაკეთებდი განცხადებას. დღეს არა, დღეს რას ფიქრობთ? არა, განცხადებ დღეს მე მეკითხეთ, რას ფიქრობთ რუსეთის მცოცავ ოკუპაციაზე? ვგმობ
გმობთ რუსეთის თოთალ ოკუპაციას. კი ბატონო, გასაგებია. რას ფიქრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი? მე ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, მოდით დავანებოთ ერთი წამი ნატოს წევრობას. არა, ნატოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მოდის რუსეთს. უფრო მნიშვნელოვანია თუ ნატოს წევრობა? ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ერთი და იგივე მნიშვნელობის არ არის. ნატოს წევრობაზე გასაგებია. თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ როგორც მეორე მნიშვნელობის საკითხი, რას ფიქრობთ საქართველოს ნატოსში გაწევრიანებაზე? ერთი წამი ჯერ მაშინ ვილაპარაკოთ პირველი მნიშვნელობის საკითხზე, ხო? თქვენ თქვით რომ გმობთ, ქალბატონო, გასაგებია, ხო? ერთი წამით ვგმობთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ. რა უნდა გაკეთდეს მაგალითად? ძალიან ბევრი რამ. აი მაგალითად რამდენიმე სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც თქვენ დადადგამთ. პირდაპირ მოლაპარაკებები რუსეთთან, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. არა, არ არის, ეს არის თავის მოტყუება, აბსოლუტურად თავის მოტყუება გახლავთ და არანაირი პირდაპირ რეალური მოლაპარაკება რუსეთთან არ არის. და ვიდრე ჩვენ რუსეთს არ ველაპარაკებით, ვიდრე ძალიან ბევრს ლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთთან ლაპარაკი არის ქვეყნის ღალატი, მე უნდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკური ძალები, ალბათ უნებლიეთ, ახლა დარწმუნებული ვარ, მე არავის არ შევეჯიბრები ქვეყნის სიყვარულში, მაგრამ ალბათ უნებლიეთ, ნამდვილად წყალს ასხამენ რუსეთის წისქვილზე, ყოველ შემთხვევაში რუსეთის იმ ნაწილის, ესე ვთქვათ, საქმეს აკეთებენ, რომელსაც ნამდვილად უნდა რომ საქართველოში შენარჩუნდეს სტატუს კო და ასეთი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა, რუსეთში, მათ შორის საკმაოდ სერიოზული ძალები, რომლებსაც აბსოლუტურად აწყობთ დღევანდელი ქართული ვითარება, ეკა იმიტომ რომ ამ ვითარებაში მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერანაირ ნატოში საქართველო ვერ გაწევრიანდება. ეს ჩვენ გვითხრა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბატონმა ბარაკ ობამამ, ეს ჩვენ გვითხრა ქალბატონმა მერკელმა, ეს ჩვენ გვითხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ბოლოს სხვათა შორის განცხადება გააკეთა საქართველოში ნატოს ოფისის წარმომადგენელმა, რომელმაც თქვა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი უბრალოდ არ აქვს. ასე რომ ჩვენ თავს ვიტყუებთ დაკავებულები ვართ იმისათვის თქვენი დამოკიდებულება საქართველო უნდა გახდეს თუ არა ნატოს წევრი. ვერ გახდება და არ უნდა გახდეს. უნდა გახდეს თუ არ უნდა გახდეს. ვერ გახდება და არ უნდა გახდეს. კი ბატონო, 2008 წელს, როდესაც ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამო რუსეთს გარდაულად გაუარესდება ურთიერთობები ნატოს ქვეყნებთან, თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განაცხადეთ. ახალი არაფერი უთქვას ბატონ ლავროვს, უბრალოდ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტზე. ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ნება და ეს ნება შესრულდება. აბსოლუტურად სწორი ვიყავი, რასაც ვამბობდი 2008 წლის ომამდე. რა თქმა უნდა, ეკა ომის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია და მე გეტყვით, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ვერ აკეთებს თქვენ ამბობთ არ უნდა გაწევრიანდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ომის შემდეგ უნდა გაწევრიანდეს და ვერ გაწევრიანდება შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ქალბატონო, ნუ გეშინიათ, დაგიდასტურებთ კიდევ ერთხელ, არ უნდა გაწევრიანდეს. იქედან გამომდინარე, რომ დღეს 2008 წელთან შედარებით არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. მაგალითად ის, რომ საქართველოს ტერიტორიას თქვენ ვერ ხედავთ? საქართველოს ტერიტორიები მანამდე ოკუპირებული იყო. ქალბატონო ნინო, როდესაც თქვენ იყავით პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობდით, რომ ნატოში უნდა გავწეროთ. მანამდე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა როგორც ოკუპირებული ტერიტორიები? ერთი წუთით, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ განსხვავებას 2008 წლამდე საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის ვერ ხედავთ. ძალიან მარტივად, ხა იცით რა, ამაში თუ ვერ ხედავთ განსხვავებას პრობლემაა, მაგრამ მოგახსენებთ 2008 წელს მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა ძალიან სერიოზული იყო. პირველი. ძალიან სერიოზული ოკუპირებული იყო თუ არა? დიახ, ოკუპირებული იყო. არა, არ იყო 2008 წელს იქ იყო სხვა სიტუაცია, სრულიად სადაც ერთი წამი ეკა დავასრულო, სადაც არ იდგა რუსული ჯარი, ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში ხომართალია, სამხედრო ბაზები. სამშვიდობოები რა იყვნენ? ერთი წამით, ჩვენ ხო სამართლებრივად და პოლიტიკურად სამართლებრივად ვლაპარაკობთ, კი ბატონო. სამშვიდობო სხვა არის და რუსული სამხედრო ბაზა სხვა არის. 2008 წლამდე არ იყო აღიარება. ანუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ტერიტორიები დე-ფაქტო დაკარგული ქონდა, მაგრამ განუზომლად უფრო სხვა სიტუაცია იყო მაშინ, უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ეხლა რაც შეეხება ნატოს. ქალბატონო, ოკუპირებული იყო თუ არა ის ტერიტორიები, შემდეგ ეს როგორ გაფორმდა სამართლებრივად?
ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ არა ოკუპირებს ჩვენ გქონდა თუ არა დაკარგული კონტროლი იმ დროს აფხაზეთს და ოსეთზე, როდესაც თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდით, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში და ეს არის საქართველოს ნება, ქართველი ხალხის ნება. თქვენთვის თავი პრიორიტეტი რა არის? საქართველოს გამთლიანება და აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება თუ ნატოსში გაწევრიანება? როგორ დავიბრუნებთ? ჩვენ გააჩნია ვინ როგორ ფიქრობს. ჩემთვის პირადად არის ნატო არის საშუალება დავიბრუნოთ სამხრეთ ოსეთი და თქვენ ძალიან კარგი გაწევრიანდით მე ჩვენთვის არის საშუალება რა როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს რეგიონები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის ხო მართალია რატომ არ წევრიანდებით? რატომ არ გაწევრიანდა საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში ნატოში? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. არა, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში. რატომ არ გააწევრიანეთ მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყავით? ეს იყო დასავლეთის ძალიან დიდი შეცდომა. მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე, როდესაც იყო ამისი შანსი, ვთქვათ იგივე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, მაშინ ჩვენ, ასე ვთქვათ, როგორც ეხლა სატყუარას გვიგდებენ, სატყუარები გადმოგვიგდეს და თქვენ სატყუარაზე წამოეგეთ მაშინ, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდით, რამ ციტატაც ეხა მე მოვიყვანე. გარკვეულწილად კი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ იყო სხვა ვითარება, საქართველოსდან გასული იყო რუსული სამხედრო ბაზები და ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ხა მე ცოტა გამიჭირდება ჟურნალისტთან კამათი, ხა პოლიტიკოსისთვის ალბათ ძნელი არ იქნება იმის გარკვევა, რომ ვითარება, როდესაც ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებია და როცა არ არის სამხედრო ბაზები, სრულიად სხვადასხვა არის. ასე რომ პოლიტიკოსს ამ შემთხვევაში კამათი ალბათ გაუჭირდებოდა ჩემთან, იმიტომ რომ დღეს რეალობა არის სრულიად სხვა. 2008 წლამდე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი ჰქონდა. სამშვიდობო 2008 წლიდან სამშვიდობოებს ასრულებდა. ეს იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და DST-ს ფარგლებში სამშვიდობოები, რომელთა იყო, რომლის წინააღმდეგ DST გითხარით, ხო მართალია? კი ბატონო, DST ვინ იყო? რუსეთი იყო? ხო, რა თქმა უნდა, ძირითადად რუსეთი იყო, თუმცა ოფიციალურად და სამართლებრივად ეს იყო DST-ს სამხედრო ჯარები და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეხლა მე გამიჭირდება თქვენთვის ამის ახსნა როგორ ჩანს, მაგრამ რატო გაგიჭირდება თქვენ? არა, იმიტომ რომ მეკამათებით იმაზე, რომ სამშვიდობო სხვა მე გეკამათებით იმაზე, თუ რატო არ უნდა გაწევრიანდეს დღეს საქართველო ნატოში. ეს არის ჩემი კითხვა. გაწევრიანდით ბატონო, გაწევრიანდით. არა, თქვენ რატო მე ნუ მეკითხებით მაგას, კითხეთ ბატონ ბარაკ ობამას, რატომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ იხილებაო და მე გიპასუხებთ ამაზე, თუ თქვენ არა გაქვთ კითხვა, იმიტომ რომ არც ერთი ჭკუათყოფელი სახელმწიფო. ნახეთ რა მოხდა ბატონმა ტილერსონმა სხვათა შორის G7-ის შეხვედრაზე პირდაპირ დასვა სკანდალური შეკითხვა, რომ რატომ უნდა დაინტერესდეს მაინც და მაინც უკრაინის საკითხებით ამერიკის შეერთებული შტატები და რატომ უნდა დახარჯოს ამერიკელმა მოსახლეობამ თავისი, ესე ვთქვათ, გადასახადები უკრაინის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებითო. არც ერთი სახელმწიფო არ დაუპირისპირდება რუსეთს საქართველოს გამო და ამის თაობაზე განცხადება გააკეთა. როდესაც საქართველოს პოლიტიკა, ამას შეიძლება სხვა ახსნა ქონდეს, როდესაც საქართველოს პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა იყო ბევრად უფრო აქტიური, მაშინ იყო ბევრად დიდი დაინტერესება. მაგრამ რუსეთს არავინ არ დაპირისპირებია ლიდერების მხრიდან მაშინ ძალიან ბევრ კომუნიკეში, ერთობლივ განცხადებაში ბუქარესტის სამიტზე, რომელზეც თქვენ საუბრობდით, კეთდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები ნატოსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე. მაგრამ კეთდებოდა ჩანაწერები, ერთი წუთით ეკა, კეთდებოდა ჩანაწერები, მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგა და 2008 წელს საქართველო აღმოჩნდა მაშინდელი ხელისუფლების წყალობით და მართლა დამნაშავე ხელისუფლების წყალობით ჩართრეული ომში, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდით რეალური დახმარების გარეშე. ჩვენ აღმოვჩნდით ერთზე პირისპირ და ჩვენ არც ჯარით და არც ესე ვთქვათ შეიარაღებით, მაშინ არავინ არ დაგხმარებია, ეგრე არ არის? თუ მეშლება რამე. ჩვენ პოლიტიკურად ძალიან დიდი დახმარება გამოგვიწეს მაშინ სწორედ რუსეთის წინააღმდეგ და რომელიც აშკარად არასაკმარისი იყო, იმიტომ რომ ჩვენ დამატებითი ტერიტორიები დავკარგეთ ერთი წამით, თავს ნუ ვიტყუებთ პოლიტიკური დახმარება. არ დავკარგეთ. ქალბატონო ნინო, რისიც დიდი საშიშროება არსებობდა. კარგით, ახლა თქვენ სერიოზულად გონიათ ის, რომ რუსეთს შემოვიდოდა და თბილისს აიღებდა და რომ დომოდა ვერ გააკეთებდა? როდესაც ბუშმა გააკეთა განცხადება, სწორედ ამის შემდეგ შეწყდა. ქალბატონო, ეს იყო რეალური ფაქტებია, ხო? დროის მიხედვით. ქალბატონო, მე მაინტერესებს, თქვენ აკეთებთ თუ არა ამ განცხადებას, რომ ნატოში არ უნდა გაწევრიანდეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებია ის, რომ საქართველო არ გაწევრიანდეს ნატოში. ანუ ამით თქვენ აწონებთ თუ არა თავს რუსეთის ხელისუფლებას. ნუ კარგით, ხა მესმის რომ ჰართოკია და
ჟურნალისტმა ესეთი კითხვა ალბათ უნდა არა, ეს კითხვა რეალურად არსებობს. არა, უკაცრავად, არა, ეს კითხვა არ არსებობს რეალურად, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად მოტანილი კითხვა, იმიტომ რომ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმე რუსეთს აწონებს თავს. არ ჭირდება ეს რუსეთს გარწმუნებთ და ესე ვთქვათ, სრულიად ზედმეტია მსგავსი განცხადებები. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღევანდელ პერსპექტივას, ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთადერთი შანსი დღეს თეორიული, იმიტომ პრაქტიკული შანსი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, საქართველოს დამეთანხმებით ალბათ, არ ვიცი, შეიძლება არ დამეთანხმოთ. საქართველოს მიიღებენ რუსეთის ბაზებით ნატოში? აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი? ეს შესაძლოა გახდეს მოლაპარაკების საგანი. გაყოფილი გერმანია მიიღეს თავის დროზე ნატოში. რუსეთის გაყოფილი გერმანია რუსეთის სამხედრო ბაზებით და საბჭოთა კავშირის ბაზებით და ჯარით. ეს არის არასწორი. გერმანია ნატოში გაწევრიანდა და გაერთიანდა მას შემდეგ, რაც იქიდან ნატოს ბაზების, უკაცრავად რუსეთის ბაზების გამოყვანა დაიწყო. ამიტომ აღმოსავლეთ დიახ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი, რაც შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა კავშირის ჯარები გამოდიოდა გერმანიიდან. ეხლა რაზე ვლაპარაკობთ? ელემენტარულად გადახედეთ მაშინ ისტორიას. როგორ საბჭოთა კავშირის ჯარი რომ ეკა დარჩენილი იყო გერმანიაში, აღმოსავლეთ ერთი წუთი უკაცრავად აღმოსავლეთ გერმანიაში რომ დარჩენილი იყო საბჭოთა კავშირის ჯარი, ნატოში გაწევრიანდებოდა გერმანია. რომელიმე თუნდაც თქვენი, როდესაც ხელისუფლებაში იყავით, ან როდესაც ოპოზიციის წევრი ოპოზიციაში იყავით, ვინმესგან ოფიციალური პირისგან, ან საჯაროდ, ან კერძო საუბარში მოგისმენიათ თუ არა ეს არგუმენტი, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ გაწევრიანდება ნატოში, ეს არის ან ერთ-ერთი მიზეზად, რომ ეს არის სწორედ რუსეთის ოკუპაცია. მაგალითად, შეგიძლიათ გითხრათ, ჩვენ საჯარო განცხადებები ამის შესახებ ნამდვილად არ მოგვისმენია. თუ თქვენ მოგისმენიათ, შეგიძლიათ ციტირება მოახდინოთ ამ განცხადებების. მოგიტანთ ამის ციტირებას, თუნდაც როგორც მოგახსენეთ, ნატოს წარმომადგენლის ბოლო განცხადება საქართველოში, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსათვის ნატო ომს არ დაუწყებს. და ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე არის რუსული ბაზები, სრულიად ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთთან კონფლიქტში შევა ნატო და პირდაპირ გითხრა იმ ადამიანმა, რომ რუსეთს დასავლეთი არ დაუწყებს ომს საქართველოს გამო. გარდა ამისა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც მე შევხვედრივ, თქვენ აკეთებდით ამ განცხადებას, მაშინაც ლავროვი აკეთებდა იმას, რომ რუსეთისთვის იყო სერიოზული პრობლემა საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ. ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა მაშინ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ზუსტად იგივე განცხადებები. თუ ამ განცხადებების ფონზე საქართველო იყო მზად შესულიყო ნატოში, მაშინ რა შეიცვალა დღეს? გასაგებია, მაგრამ ეს არგუმენტი, თქვენი არგუმენტი, რომელიც მოყავთ რუსულ ბაზებთან დაკავშირებით, ეს არგუმენტი მე არც ერთი ოფიციალური პირისგან არ მომისმენია, არც დასავლური ლიდერებისგან, არც ევროპის, მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ოფიციალურ განცხადებებზე. ევროპელი და ასე ვთქვათ, ამერიკელი ოფიციალური პირები ლაპარაკობენ დიპლომატიურ ენაზე და რა თქმა უნდა, ისინი პირდაპირ, რომლებიც დაინტერესებული არიან იმაში, რომ საქართველოს ტერიტორია სათავისოდ გამოიყენონ და რა თქმა უნდა, ეს ძალები ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ასე ვთქვათ, საქართველო იყოს მათ ორბიტაში, პირდაპირ მაგას არ გეტყვიან. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ესე იგი, არსებობს ესეთი განცხადებები. არა, უკაცრავად, ეხა არასწორ მას ნუ გამოიტანთ დასკვნას. ესეთი განცხადებები არის, უბრალოდ ადამიანს უნდა ესმოდეს დიპლომატიური ენა და უნდა ესმოდეს რას ლაპარაკობს ესა თუ ის ლიდერი. ხა თქვენ ამერიკელი პირდაპირ იმას არ გეტყვით, რომ მე არასოდეს არ მიგიღებ ნატოში, იმიტომ რომ რუსული ჯარია მანდო, იმიტომ რომ მაშინ თქვენ რომ ეს მოისმინოთ, ალბათ მაშინ მაინც იტყვით, რომ კარგი, ესე იგი მაშინ რა, ან უნდა დავანებოთ ნატოს თავი, ან როგორმე ვეცადოთ, რომ რუსული ჯარი გავიყვანოთ, ხო? ეს არც ამერიკელებს არ აწყობთ. ეკა რაზე მელაპარაკებით? ხა რუსეთს აქვს ინტერესები საქართველოში და ამერიკას არ აქვს. ჩვენი ინტერესებია რუსეთის ინტერესებს ემთხვევა თუ ამერიკის ინტერესებს? არც ერთისას და არც მეორესას პირდაპირ გეტყვით. მაგალითად ამერიკის ინტერესი რა არის, რომელიც ამერიკას აქვს ზუსტად იგივე ინტერესი. აი მაგალითად ზუსტად იგივე ინტერესი აქვს ამერიკას საქართველოში, რაც რუსეთს. ოღონდ განსხვავებული ფორმით ამერიკას ისევე უნდა, კი ბატონო მოგახსენებთ, ამერიკას ისევე უნდა საქართველოზე გქონდეს მაქსიმალური ზეგავლენა, როგორც რუსეთს. ამერიკას ისევე ზეგავლენა გამოიხატება, ანუ რა ტიპის ზეგავლენა, მაგალითად შეიძლება ის რომ საქართველო იყოს პლაცდარმი ამერიკისათვის რუსეთთან მიმართებაში, როდესაც თუნდაც ლაპარაკი არის ამერიკული, ესე ვთქვათ, სამხედრო კომპონენტის გაძლიერებაზე საქართველოში. თქვენ რა გონიათ ახლა მართლა ამერიკელებს ქართველების ლამაზი თვალები მოსწონთ და ამიტომ ხარჯავენ მილიარდებს?
ამერიკაში 22 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. დემოკრატიის ჩვენ მოიცა რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკებით ეკა? რომელ დემოკრატიაზე? რომელ დემოკრატიაზე? ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული რომელ დემოკრატიაზე კი ბატონო. საგარეო ურთიერთობებში ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი არის საუდის არაბეთი. დემოკრატია? საუდის არაბეთი. არა, მიპასუხეთ ძალიან გთხოვთ. საუდის არაბეთი არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე რუსეთის პარტნიორები ჩამოთავაზ. ერთი წუთი. მაგალითი საუდის არაბეთზე უფრო არადემოკრატიულ სახელმწიფოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი შეედრება სირია და ბაშარ ასადის რეჟიმი საუდის არაბეთის რეჟიმს არ შეედრება სირიას, რომელმაც საკუთარი ხალხი დახვრიტა და 3 დღის წინ ბავშვები ქიმიური არაღით მოწამლა ქალბატონო. საბუთები ამისი? ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო ამის გამო. ეს არის ტყუილი. ეს არის ტყუილი. თქვენ როგორ ჩანს არადევნებს თვალყს არა მარტო ჩემს გამოსვლებს არამედ დასავლელი ძალიან ბევრი. კარგად ვადევნებთ თვალს, რომ ტილერსონი რომ იყო ჩასული მოსკოვში, სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოთ იყო ქალბატონი ნინო ჩასული. ტილერსონის ამ თემაზე სალაპარაკოთ არ ყოფილა ტილერსონი მხოლოდ ჩასული მოსკოვში, იმიტომ ერთი წამით ეკა. ხო? მესმის რომ ჰარტუგია, მაგრამ ისე რომ ვილაპარაკოთ რომ გაიგოს ჩვენ მოტელემაყურებელმა. ეს ძალიან უცნაური განცხადება ბაშარ ალ-ასადის ერთი წამი ხა საუდის არაბეთის რეჟიმს არ შეედრება არც ერთი რეჟიმი. საუდის არაბეთი არის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს ტერორიზმს მსოფლიოში და მე მგონი ეს საერთოდ ადამიანებს ელემენტარულად აკრძალული აქვთ ავტომობილის ტარება, მამაკაცი ოჯახის წევრის გარეშე ქუჩაში გამოსვლა. ეს არ არის ბაშარ ასადის სირიაში არ ყოფილა, თუმცა მე არასოდეს არ ვიცი იმას, რომ სირია არის ერთი წამი ეკა სირიაზე, სადაც ბავშვები დაიწამლენ, სადაც ეს უკვე მეორე საუბრობთ ეკა. უკაცრავად ერთი წამი რა. ძალიან ცუდია, ძალიან. სადაც ბავშვები 78 ბავშვი დაიღუპა იმ ქიმიური იარაღის შეტევის შედეგად, რომელიც განახორციელა ასადის რეჟიმმა და რომელიც თანამონაწილედ დაასახელა იგივე ტილერსონმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაასახელა რუსეთი. ამის თანამონაწილედ რუსეთში ჩავიდა ლავროვთან მოლაპარაკებაზე. ეს იყო თემა, რომელმაც გაამწვავა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები ბოლო დღეებში უმწვავესი გახადა ეს ურთიერთობები და დღეს თქვენ ამბობთ, რომ საუდის არაბეთი არის უარესი რეჟიმი, ვიდრე ასადის რეჟიმი. ერთი წამი. ეხლა მაცალით, ხო? კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება 78 ბავშვის დაღუპვას, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა 78 თუ დაიღუპება თუ ერთი, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან მძიმეა და საშინელება არის. თუმცა ძალიან უცნაურია და ესე ვთქვათ ტრაგიკული ის, რომ თქვენ ლაპარაკობთ და ასევე ძალიან ბევრი ჟურნალისტი და ძალიან ბევრი მასმედიის საშუალება იმ ადამიანებზე, რომლებიც იღუპებიან სირიაში და ეს საშინელება ავადასტურებ, მაგრამ არავინ რატომღაც არ ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, ვინც იღუპება მოსულში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ბომბავს და ასევე საშინელება არის. იქაც ბავშვებიც იღუპებიან სხვათა შორის და არ ამგონია რომ მოსულში დაბადებული და გაზრდილი ბავშვები რაიმეთი უფრო ნაკლებად უნდა შეგვეცოდონ, ვიდრე სირიელი ბავშვები. რაც შეეხება მედია საშუალებებს და ტილერსონის ვიზიტს. ტილერსონის ვიზიტი იყო გაცილებით უფრო ადრე დაგეგმილი ეკა, ვიდრე სირიაში ეს საშინელება მოხდებოდა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. მე ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ და მხარს უჭერ და უნდა გამოიძიოს სხვათა შორის ეს აუცილებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისმა ორგანიზაციამ. თქვენ მას ენდობით, ხო, ალბათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შარშან მიიღო ნობელის პრემია იმაში, რომ გამოიკვლია სირიას ქონდა თუ არა ქიმიური იარაღი, ანუ ბოლომდე განადგურდა თუ არა, განაცხადა, რომ სირიას აღარა აქვს ქიმიური იარაღი და ამაში მიიღო ნობელის პრემია. დასავლეთმა ან ნობელის პრემია უნდა ჩამოართვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ერთი წამი დავასრულებ, ან მაშინ უნდა აგვიხსნას, როგორ მოხდა, რომ ნობელის პრემია მიიღო ორგანიზაციამ და თქვა, რომ ბაშარ ასადს აღარ აქვს ქიმიური იარაღი და ბაშარ ასადს იარაღი აღმოჩნდა. ისე მართლა დღეს ყველაფერს ველოდი გარდა იმისა, რომ თქვენ ბაშარ ალ-ასადს დაიცავთ. არა, მე ბაშარ ალ-ასადს არ ვიცავ, მე ვცდილობ რომ გავერკვე ერთი წამი უკაცრავად რა. ამ ყველაფერს ველოდი მაგრამ უკვე ცხადია, რომ აბსოლუტურად ეს არის რუსეთის ნარატივია, ის არსაც ახლა თქვენგან ვისმენთ, რომ ჯერ ერთი იცით რა შეასაქმე, ნარატივის ქართული შემცვლელი როგორმე რუსთავიორმა რომ გამოიყენოს ხოლმე საუბრებში არა? ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ ესე იგი ვერანაირად ვერ ვახერხებთ ქართულად. არა, ძალიან უმნიშვნელოა, იმიტომ რომ ესეც ესე თქვა დამკვიდრებული ლიტერატურულ ქართულში, კი ბატონო. ერთი წელს
განმავლობაში ძალიან საინტერესოა. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავის არ ვიცავ, ასაც არ ჭირდება ჩემი დაცვა და არც ვაპირებ მის დაცვას არანაირად, მაგრამ მე მაგალითად თქვენს ადგილზე თუ ჟურნალისტობაზეა ლაპარაკი და ობიექტურობაზე დავალოდებოდი გამოძიების შედეგებს და სხვათა შორის ლავროვი და ტილერსონი შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს. აი ჩურკინი რომ ამბობდა, რომ ბავშვებს მტვერს აყრიან და სწორედ ამით მანიპულირებს მედია გაეროში რუსეთის წარმომადგენელი, ამასაც ეთანხმებოდით, მაშინ ჩურკინის გამოდათქვა, რომ ბავშვებს მტვერს აყრიან. მე პასუხს ვაგებ ჩემ სიტყვებზე, მაგრამ მე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა ბატონ კოლინ პაუველთან, პირადად ვიცნობდი მას და ეხლაც ძალიან კარგი კონტაქტები მაქვს და ძალიან კარგად მახსოვს, რა მდგომარეობაში ჩააყენა აი ეგეთმა განცხადებებმა, რომელზეც ეხლა თქვენ ბრძანებთ, ბატონი კოლინ პაუველი, რომელსაც დააკავებინეს ეს სინჯარა, ვითომ და ესე ვთქვათ, ბირთვული იარაღით ერაყთან დაკავშირებით ხელში, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები შევიდა ერაყში და დაიქცა ერაყი, საშინელი რეჟიმი იყო ჰუსეინის რეჟიმი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერაყი დღეს უფრო დაქცეულია, ვიდრე ჰუსეინის დროს იყო ეს ფაქტია, აღმოჩნდა, რომ თურმე სადამ ჰუსეინს არ ქონია ბირთვული იარაღი. მე ვიცი ძალიან კარგად, ეხლა მე ძალიან ბევრ ამას ეხლა ნამდვილად რაზე ვლაპარაკობ კოლინ პაუველთან და სხვა ტიპის ადამიანებთან. არა, ერთი წამი ძალიან გთხოვე, მე მგონი ძალიან საინტერესოა. ანექსირებულია თუ არა, მაშინ ამასაც მებასუხეთ ქალბატონინო. რუსეთმა მოახდინა თუ არა ყირიმის ანექსია. ძალიან მოკლე პასუხი მინდა ამაზე. საქართველოს ცხოვრება რო თქვენ არ დაგაინტერესათ იმ მაგალითმა, რომელიც მე კოლინ პაუველთან დაკავშირებით. ყირიმის მაგალითი უფრო ყირიმი ანექსირებული არის თუ არა რუსეთის მხრიდან. აი ეს უფრო მაინტერესებს კოლინ პაუველზე მეტად. ძალიან საინტერესოა რომ კოლინ პაუველზე ყირიმი უფრო აქტუალურია დღეს ქალბატონინო. არ არის ყირიმი უფრო აქტუალური, იმიტომ რომ ის რაც მოხდა კოლინ პაუველთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ დღეს იგივე ხდებოდეს სირიაში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რატომ წავიდა ბატონი კოლინ პაუველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან, იმიტომ რომ ის ჩააყენეს, ის იყო წესიერი ადამიანი, მართალია ესე ვთქვათ, მას ძალიან კარგად ესმოდა თავის სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ ნამდვილად შინაგანად წესიერებით ახსავსე ადამიანი იყო და ნამდვილი სამხედრო იყო და როცა მას დააკავებინეს, დავასრულებ ძალიან გთხოვთ. ძალიან დიდი ხანი საუბრობთ კოლინ პაუველს. ძალიან მნიშვნელოვანია და როცა მას დააკავებინეს ხელში სინჯარა და ათქმევინეს, რომ ერაყს აქვს ატომური იარაღი და აღმოჩნდა, რომ თურმე ის მოატყუეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ის გადადგა 5 ვარსკვლავიანი გენერალი და წავიდა სახლში. ასე რომ ამას ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არის ესე ვთქვათ ფაქტები, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ თავის ინტერესებში გამოიყენოს. შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდით ყირიმზე ვილაპარაკოთ. ყირიმი არის თუ არა ანექსირებული რუსეთის მხრიდან? თქვენ ერთი რამე მითხარით, ძალიან მოკლე პასუხი. კი ან არა, ქალბატონინო. გეტყვით ახლა ვეკა, უბრალოდ დავასრულოთ წინა თემა. მე მაინტერესებს, თქვენ მიგაჩნიათ, რომ საუდის არაბეთი დემოკრატიული სახელმწიფოა? ეს ფიქრეთ. ქალბატონინო, მე გეკითხები საუდის. ეხლა რაც შეეხება ყირიმი, იყო უკრაინის განუყოფელი ნაწილი, ბუნებრივია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული საზღვრებით და უკრაინა რომ არ მოქცეულიყო ზუსტად ისევე ბრიყвулად, როგორც მოიქცა საქართველოს 2008 წელს, უკრაინა არ დაკარგავდა ყირიმს. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რუსეთს ალბათ სურვილი ჰქონდა ყირიმის დაბრუნების. უკრაინის ბრალია რომ ეჭვგეპარებათ მაგას. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი იქ არ ყოფილა, უკრაინა მაინც დაკარგა ყირიმი. სააკაშვილი იქ არ ყოფილა, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს ზედმიწევნით იმეორებს, თქვათ, უკრაინის ხელისუფლება და ზუსტად იგივე სიბრიყვეებს აკეთებს, რასაც აკეთებდა სააკაშვილი. უკრაინის ხელისუფლება სხვადასხვა გავაფრთხილი ამასთან დაკავშირებით. მოახდინა თუ არა რუსეთს? მოდით პირდაპირ საკითხზე შეიერთა ყირიმი. და ეს რამდენად სწორი იყო თქვენი გადმოსახედიდან? არც რუსეთი არ არის დღეს უკრაინის მტერი? კიდევ ერთხელ გიმეორებთ. არც უკრაინის მტერი არ არის უფრო სწორად რუსეთი? კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ პოლიტიკაში არის ინტერესები და არა ემოციები. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა არის მტერი, ვიღაცა არის მოყვარე, ვიღაცა კარგი ბიჭია და ვიღაცა ცუდი გოგოა, ეს არის არა პოლიტიკური დეფინიციებით საუბარი, რაც სამწუხაროდ საქართველოში იმდენად არაკვალიფიციურია უკვე ხელისუფლებად და შესაბამისად ესე ვთქვათ, აი ამ ტიპის განხილვებით რაღაცა ყველას გადაგვედო, რომ აი ამ კრიტერიუმებით ვლაპარაკობთ და არა პოლიტიკური კრიტერიუმებით. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, უკრაინა დაიქცა და დაიქცა დასავლეთის არასწორი მოქმედებების გამო. და არა რუსეთის გამო?
რუსეთმა გამოიყენა ის, რა შეცდომებიც დაუშვა დასავლეთმა უკრაინაში და რა შეცდომებიც მოაყოლა უკრაინის ხელისუფლებამ. პროვოცირება არ გააკეთა, თვითონ არ შეუშვა. იცი რაშია ჩემო კარგო საქმე, პროვოცირება შეიძლება გააკეთა, მაგრამ შენ როცა იცი რომ შენი პროვოცირება უნდა ვინმეს. ყირიმში რა გააკეთა უკრაინამ, რამაც მოახდინა რუსეთის პროვოცირება. ყირიმში კი არ გააკეთა უკრაინამ, რამაც მოახდინა. კიევში გააკეთა, როდესაც გამოვიდნენ პრაქტიკულად. როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაგრძელება მოითხოვეს. დღეს დღეს ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო უკრაინამ რამდენიმე დღის წინ. ეს არის იმის ფასი, რაც უკრაინამ დაკარგა? ეს არის მაგის თქვენ ამბობთ, რომ ამის გამო რომ უკრაინას უნდა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობა ვიზა ლიბერალიზაცია, ამის გამო შური იძია რუსეთმა და ის შევიდა უკრაინაში დაეპყრო ყირიმი. ესე იგი თქვენ ლაპარაკობთ არაპოლიტიკური კრიტერიუმებით, ეკა შურის ძიება რა შუაში აქ არის სახელმწიფოების ინტერესები და კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ შენ გააკეთებ სისულელეს, თუ შენ გააკეთებ რაღაცას. სისულელეა, როდესაც ევროკავშირისთან სწრაფვა გაქვს, სისულელე იყო, როდესაც გამოაცხადეს, როდესაც მოხდა ის რაც მოხდა, როდესაც იანუკოვიჩმა, რომელსაც ნამდვილად არ ვიცავ, იმიტომ რომ კლასიკური მაგალითი იყო, როგორი არ უნდა იყოს პრეზიდენტი, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ ის მზად იყო, რომ სექტემბერში ჩატარებულიყო საპრეზიდენტო არჩევნები და ამის გარანტი იყო ევროკავშირის 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. სისულელეა თუ არა, რომ ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არ არის სისულელე. ეს იყო, მაშინ ეს იყო ევროკავშირი. არა, სისულელე ის კი არ არის, რომ შენ ევროპაში გაწევრიანება გინდა. სისულელე არის, როდესაც შენ ამას ისე აკეთებ, რომ მეზობელ სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, რომ თავისი ინტერესები განახორციელოს. ამას ესე გვერი მეიდანზე ხალხი გამოვიდა, რომ ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით ეს იყო სისულელე კამპანია. ეგ არ იყო მხოლოდ. იყო ძალიან ბევრი რამ, თუნდაც გამოცხადება. ესეც იყო მეიდანზე ხალხის შეკრება თავისუფლების მოთხოვნით. არა, ეგ არ იყო სისულელე. სისულელე იყო ის, მხოლოდო თქვენ ესე მითხარით. იმიტომ რომ მეიდანზე იყვნენ ის ლიდერები, რომლებმაც არასწორად წაიყვანეს მთელი ის პროცესები და იმ ადამიანებზე იმათ აუცილებლად ყველა საკრიტიკად ქავტონინო რუსეთის გარდა ამ გადაცემაში მე შეიძლება ვაკრიტიკო, რაშიც იქნება გასაკრიტიკებელი, არ არის პრობლემა. არაფერში არ ყოფილა აქამდე გასაკრიტიკებელი. როგორ არა, ძალიან ბევრ რამეში. მოდით მოგვიყავით რა შეიძლება მაგრამ მოდით ახლა ესეთი რამ რატომ მაგრამ რუსეთი არის ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები დიდი სახელმწიფო. ეხლა თქვენ აკრიტიკებთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და 10 წუთიანი ისტორია მოგვიყავით კოლინ პაუელზე და რუსეთზე იმდენი ილაპარაკეს ჩემმა წინამორბედებმა მე მგონი საინტერესო აღარ არის იმიტომ რომ ეხლა ბატონი ლევან ბერძენიშვილი იქამდე მივიდა რომ მერეკლე მეორეს ლამის სახელმწიფოს ღალატი დააბრალა ოღონ უნდა გვავიწყდება რომ მერეკლე მეორეს 80 ჭრილობა ქონდა საქართველოსათვის ბრძოლაში მიღებული. თქვენგან მაინტერესებს რუსული კრიტიკის მოსმენა. რუსეთის კრიტიკის და პუტინის მოსმენა. ანუ დიდი სახელმწიფო, იმიტომ რომ მე ერთხელ რუსთავიორის ეთერში რო ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თქვენ ჟურნალისტ ნამდვილად არ აქვს კომპეტენციის პრობლემა, სუპერ სახელმწიფო რატომღაც თარგმნეს როგორც საუკეთესო სახელმწიფო. აქ საუკეთესო სახელმწიფოზე თქვენ არ გაგიკვირდებათ, ალბათ მიხვდით, რასაც ვამბობ, ხო, ლაპარაკი არის როგორც ბირთვულ სახელმწიფოზე, ანუ ძალიან დიდ და ძლიერ სახელმწიფოზე. რუსეთი არის ამ შემთხვევაში აქედან გამომდინარე სუპერ სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები და რომელიც რა თქმა უნდა საქართველოსნაირი ნარატივი ახსენეთ როგორც სუპერ სახელმწიფო super power-დან თარგმნილია და ქართულში მაინდა-მაინც არ ჯდება შენ შეგვიძლია სხვა ტერმინი გამოვიყენოთ სამართლის ტერმინოლოგიაში ჯდება იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლის ტერმინები ბოლომდე არ აქვს საქართველოში ჩამოყალიბებული ხანუ შემომეკავანთებით დიპლომატიური ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორი ვარ სწორედ რომელიც ქართულ დიპლომატიური ლექსიკონს ქმნიდა ეხლა რაც შეეხება რუსეთს კიდევ ერთხელ გიმეორებთ რუსეთს აქვს თავისი სახელმწიფო ინტერესები და რა თქმა უნდა სამწუხაროდ ესე არის დედამიწა მოწყობილი რომ ის არ გაითვალისწინებს საქართველოს ინტერესს თუ ეს არ დაემთხვევა მის ინტერესებს ბუნებრივია როგორ უნდა დაემთხვათ მის ინტერესს შევიდეთ ევრაზიულ კავშირში იცით რა არავის არ ჭირდებით ეკა ამ ევრაზიულ კავშირში ეხლა ნუ გვაქვს ჩვენ თავზე აი ესეთი გადამეტებული წარმოდგენა რომ არ ფიქრ პუტინი არ ფიქრობს ჩვენზე ევრაზიის კავშირში არ ჭირდებით და საერთოდ არ ვარ თემა მისთვის მაშინ არა მე არ მithქვამს რომ იცით რაშია საქმე ჩვენ მივახციეთ იმას რომ ჩვენ რუსეთისთვის შეიძლება თემა აღარც ვიყოთ იმიტომ რომ ჩვენი სისულელეები არა ეგ არ იქნება თემა არ ვიქნებით საერთოდ არ იფიქრებს ჩვენზე პუტინი
იცით რა შეასაქმე? პრობლემა ის არის, რომ თქვენ სამწუხაროდ აი ესეთი არასწორი ხედვა არის ქვეყანაში, რომ თუ ეხლა ჩვენ საერთოდ რუსეთზე არ ვიფიქრებთ და დავივიწყებთ, რომ რუსეთი არსებობს და ისინიც ჩვენზე არ იფიქრებენ, ამით უკეთეს იქნება. არა, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. ანუ აფხაზეთში და სამაჩაბლოში დარჩება რუსული სამხედრო ჯარები. აფხაზეთი და სამაჩაბლო კიდევ უფრო დაშორდება დანარჩენ საქართველოს. დანარჩენი საქართველო, ეკა, რაც არ უნდა იძახოთ დილაშუა დღეზე საღამოც, ნამდვილად ვერ შევა, ასე ვთქვათ, ნატოში მაინც ყოველ შემთხვევაში, ეხა ევროკავშირი ვერ გეტყვით, როგორ წავა საქმე და როგორ იქნება თვითონ ევროკავშირის. ნუ გადაგუწურავთ ამას. არა, მე არ გიწურავთ იმედს. მე უბრალოდ გეუბნებით იმას, რასაც ვხედავ, ხო? შეიძლება ეხა მეც ვცდებოდე, არ არის გამორიცხული. ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე. და ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ისე იყოს, რუსეთის კრიტიკა მაინც ვერ მოვისმენთ. მოშენ მადით საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაზე გადავიდეთ რა. არა, რატომ მე გითხარით, რომ რუსეთი საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს ყველაფერს, რაც იქნება მის ინტერესებში, დაჭირდება შეიერთებს ყირიმს თუ ამის საფუძველს მიცემს სხვა სახელმწიფო, დაჭირდა შემოიყვანა საქართველოში ჯარი, როცა ამის საფუძველი შეუქმნა სააკაშვილის აბსოლუტურმა ავანტურისტულმა ნაბიჯებმა, თორემ ისე როგორც უკრაინამ შეუქმნა საფუძველი, რომ ყირიმის ანექსია მოხდა. კი ბატონო, რუსეთი არის. მაგრამ თქვენ არ გაგისვამთ და პუტინი როდესაც 2015 წელს განაცხადა, რომ მინდანი რუსეთი არ არის, საიდან მოიტანეთ, მე სამithვამს, რატო უნდა იყოს? 2006 წლიდან ის ემზადებოდა საქართველოს ომისთვის და 2008 წელს ის რაც მოხდა ამ გეგმის მიხედვით. მაშინ ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ? ძალიან მარტივ კომენტარს. ისინი არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ ძალიან კარგად, რომლებიც რა თქმა უნდა თავის ინტერესებს ახორციელებენ, აბა შენ ინტერესებს რატო განახორციელებენ? მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორი ბრიყვი ხელისუფლება ყავდა საქართველოს და ზუსტად იცოდნენ, რომ ერთ დღეს შეიძლება მოხდარიყო ის რაც მოხდა 2008 წელს. ამიტომ ამისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ რომ ვიცოდით, ეკა, რომ ისინი ემზადებოდნენ ამისთვის და არც დაუმალავთ და 2008 წლის აგვისტომდე 2 თვით ადრე კავკასიის იქეთა მხარეს რომ მოაყენეს 56 ჯარი. ჩვენ რატომ არ გავანძრიეთ ტვინი? რის იმედად ვიყავით, რომ პუტინს გული აუჩუყდებოდა და იმ ჯარს არ შემოიყვანდა? არა, პუტინს გული არ აუჩუყდებოდა არც პროვოკაციის შემთხვევაში, არც პროვოკაციის არ მოწყობის შემთხვევაში, როგორც თქვენ ამბობთ, როგორც ყირიმის შემთხვევაში მოხდა, იმიტომ რომ ყირიმში არანაირი პროვოკაცია არ მოხდა. როგორ გეკადრებათ, როცა გამოვიდა უკრაინის ახალი ხელისუფლება და გამოაცხადა მეიდანზე ხალხმა თავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა, ეს არის თურმე პროვოკაცია. გასაგებია, მაშინ მოდი გადავიდეთ სხვა თემაზე. როდესაც გამოვიდა უკრაინის ახალი ხელისუფლება და გამოაცხადა, რომ რუსული ენა უნდა იკრძალოს და ყველა ვინც რუსულ ენაზე დაილაპარაკებს, ციხეში უნდა წავიდეს, რა თქმა უნდა ამან მისცა რუსეთს საშუალება გაეკეთებინა ის რაც გაეკეთებინა. სად არის ეს რუსული? მოკლედ ეს ციტატა არ აქვს, ამიტომ სიტყვაზე რას ლაპარაკობთ? ეს მეორე ციხეში წავა ის ხალხი, რომელიც რუსულ ენაზე დაილაპარაკებს, ამის ციტატა მე არ მაქვს, თუ შემდეგ თუ მოგვაწით, კარგი იქნება. მოდით გადავიდეთ ბრიყვ ხელისუფლებაზე, როგორც თქვენ უწოდეთ, გიყვართ ამ ხელისუფლების კრიტიკა. არა, მე არ მიყვარს ამ ხელისუფლების კრიტიკა. მე იძულებული ვარ ამ ბრიყვ ნაციონალურ მოძრაობაზე მაქვს საუბარი. ბრიყვ ხელისუფლების წევრი იყავით თქვენ მანამ, სანამ სიის შეუთანხმებლობის გამო არ დატოვეთ ეს პარტია 2008 წლის აპრილში. ეკა, თქვენ გონიათ ახლა რომ რამე ისეთი მითხარით, რომ უხერხულია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სიაში მას უნდა ჰყავდეს ადამიანები, რომლებიც მის პოზიციას გაიზიარებენ? კი ბატონო, მაგრამ ეს იყო მიზეზი, რის გამოც თქვენ ბრიყვი ხელისუფლება დატოვეთ, როგორც თქვენი. ეს არ იყო მხოლოდ მიზეზი, ამისა თორემ იგივე მიზეზი იყო 2000 იდეოლოგიური შეუთავსებლობა არ დაგისახელებიათ, კი ბატონო. ერთი წამით, ეკა. 2004 წელსაც იყო იგივე მიზეზი, მაგრამ მე მაშინ არ დამიტოვებია ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრებების სიასთან დაკავშირებით და რა მივიღეთ და როგორ წაიყვანა ხელისუფლებამ თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით საქმე, ჩვენ ეს ძალიან კარგად დავინახეთ. რაც შეეხება შემდეგ, ხა თუ ვინმეს გონია, რომ ეს, ესე ვთქვათ, სასირცხვილოა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნდა, რომ გავლენა უნდა ქონოდა პარლამენტში, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ხა რა თქმა უნდა, კომფორტულია გარკვეულწილად პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და მე შემეძლო ის სავარძელი შემენარჩუნებინა, მაგრამ არა იმ ფასად, რომ პრაქტიკულად მარიონეტად ქცეულიყავი, ერთი ადამიანი აღარ ყოფილიყო პარლამენტში, ვინც ჩემ აზრს გაითვალისწინებდა და ყველა აწევდა ხელს სააკაშვილის და ბოკერიას გადაწყვეტილებებზე, როგორც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს ხდებოდა წინა პარლამენტის დროს და რამაც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას. ასე რომ დიახ, ნამდვილად ერთ-ერთი ბოლო წვეთი ზუსტად იყო ეს, იმიტომ რომ მე ვთვლიდი, რომ პარლამენტში, ესე ვთქვათ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შესვლის შემთხვევაში
პარლამენტიც, ქვეყანაც და ის ხელისუფლებაც, რომელიც ასე ბრიყულად მოიქცა, ნამდვილად გადარჩებოდა და დღეს სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა. თუმცა თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც იმ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომების, როგორც ამის ოპოზიცია ამბობს, იგივე 7 ნოემბრის დროს იყავით, სწორედ ამ 7 ნოემბრის აქციის დაშლის, ასე ვთქვათ, ის ადამიანი, რომელიც ამ დაშლას აი ამ სიტყვებით ამართლებდა. ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე, ანუ და გადაგვერჩინეს ქვეყანა უმძიმესი საფრთხისგან, სახელმწიფო გადატრიალებისგან, ანუ და გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პასუხისგებლობის და დობის ღირსი, რომელიც ხალხმა გამოგვიცხადა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ 2007 წელს იყო სახელმწიფო გადატრიალება და ამ გადატრიალებისგან იხსენით თქვენ ქვეყანა. 2007 წელს ნამდვილად იყო იმის საშიშროება, თუ მოვლენები კონტროლიდან გამოვიდოდა, ნამდვილად შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება მოხდარიყო. ოღონდ ამას წინ უსწრებდა ასევე ხელისუფლების ბრიყული ნაბიჯი, რომელსაც ნამდვილად მე ვერავინ ვერ დამაბრალებს ეკა, როდესაც დაშალეს მიტინგი, რომლის დაშლის არანაირი აუცილებლობა არ იყო და რომლის დაშლის გადაწყვეტილებასთან ერთი წამი. რა თქმა უნდა არ ვიტყოდი ხა მე განსხვავებით იმ ხალხისგან ვინც ლაპარაკობს ბურჯანაძეზე ანუ ჩემზე მე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი ვარ და როდესაც ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის წინაშე დგას მე არ დავიწყებ ესე ვთქვათ ლაპარაკს თავისი ქმედებებით და არა იმით გულში რას ფიქრობენ ჩვენ კარგია ძალიან მაშინ ესე ვთქვათ ეკა თქვენ მაშინ რა თქვით თქვენ რას ფიქრობთ მაშინ ეს ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა თქვენ რას ფიქრობთ ამ ციტატაზე ვისაუბროთ არა ციტატაზე კი ნოვისაუბრებთ მაშინ თქვენ ბძანეთ და ამ შემთხვევაში გეთანხმებით რომ პოლიტიკოსები ფასდებიან მათი ქმედებებით ხო მაშინ ქმედებები არ არის საჯარო განცხადებები ერთი წამით ქმედებებით ეს იყო საჯარო განცხადებები ეხლა რაც შეეხება ქმედებებს ყველა მიცის აბსოლუტურად რომ პოლიტიკაში და პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი რომ ზოგ შემთხვევაში საჯარო განცხადება შეიძლება იმ სიტუაციიდან გამომდინარე კეთდებოდეს რომელშიც ის პოლიტიკოსი არის და შეიძლება ვითარება უნდა გადაარჩინოს რაც შეეხება ქმედებებს სხვათა შორის ბატონ ლევან ბერძენიშვილს როცა ჩემზე საუბრობდა ხა არ იყო ეს თემა თორემ შეიძლება ეგეც ეთქვა ალბათ ბატონ ლევან ბერძენიშვილი სხვა შემთხვევაში დაგიდასტურებთ. ქმედებაზე თუ არის ლაპარაკი, მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სოფლიო პრაქტიკაში გავაკეთე ის, რაც არც ერთი პარლამენტის თავმჯდომარეს და არც ერთი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია, როდესაც პრაქტიკულად ამბოხებულ ადამიანებს გავუღე პარლამენტის კარები, რომ ისინი სპეცრაზმელებს გამოქცეოდნენ და გაზ გამოქცეოდნენ. ამაზე ვილაპარაკოთ მაშინ ეკა, კარგი? ასევე მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, მოდით ეს ახლა მაშინ გადატრიალება იყო თუ არა მაშინ და სახელმწიფო უნდა მოქცეულიყო ისე როგორც მოიქცა, იმიტომ რომ სახელმწიფო გადატრიალება აერიდებინა თავიდან. ეს არის ეხლა უფრო მნიშვნელოვანი. ის კითხვები დაასვათ და არა, მაშინ მეც უნდა მათქმევინოთ. კი ბატონო, ჩემ კითხვაზე თუ შეიძლება გამეცეთ პასუხი. ეხლა რაც შეეხება ქმედებებს, თქვენ ახსენეთ და მე ასევე გაგახსენებთ. მე ვიყავი სწორედ ის ადამიანი, რომელმაც თავიდან ავაცილე ქვეყანას სწორედ ამ განცხადებების წყალობით, სხვათა შორის და ჩემი არ გადადგომის წყალობით, ის რომ სააკაშვილის მიერ ყვითელი ავტობუსებით ჩამოყვანილი ზონდერები, რომელიც იყვნენ კანცელარიის წინ შეკრებილები, არ შეიძლება თქვენ ეს არ გახსოვდეთ სხვათა შორის. თუ არ გახსოვთ, მე ვიცი რომ რუსთავი 2-ის არქივში ეს არის. და მოდი ესე გავაკეთოთ ეკა, კარგით? როცა თქვენ თუ მომიწევთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პაუზების სამწუხარო ძალიან დიდია ჩემი რუსთავი 2-ში გამოჩენისა. გაუშვით ეს კადრები. კანცელარიის წინ კადრები, როდესაც მე ზონდერებს ვაჩერებ და როდესაც მე ავყვეთე ესე ვთქვათ დაპირისპირება, სამოქალაქო დაპირისპირება, რომელსაც ომი შეიძლება მოყოლოდა. ასევე გაუშვით და გასაგებია ამ კადრებს ბულგარიას და სხვებს არ მოვაყოლებთ. მე კითხვას არ მოვაყოლებთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საინტერესო კითხვაზე პასუხი იყო თუ არა ეს სახელმწიფო გადატრიალება და დღეს ფიქრობთ თუ არა რომ სახელმწიფო უნდა მოქცეულიყო ისე როგორც მოიქცა. ეხლა ესე ვთქვათ. რაც შეეხება ოპოზიციის აქციებს, რომელიც პრაქტიკულად სრულდებოდა და დასრულებული იყო, მას არანაირი საფრთხე არ მოქონდა ქვეყნისათვის. ამიტომ 7 ნოემბერს აქციის დაბრება იყო აბსოლუტური სიბრიყვე სააკაშვილის და იმ ადამიანების, ვინც ზოგი არის დღეს სააკაშვილის გუნდში და ზოგმა ცალკე პარტიები გააკეთა ბოკერიას მეთაურობით. ეს იყო სამაგალითო აქცია, რომლითაც უნდათ ოპოზიციის დასჯა. 7 ნოემბერს დილით არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალების ნამდვილად არ არსებობდა. ეს განცხადება რომ გააკეთეთ ქალბატონო, ვინმემ გაიძულათ? არა, ეს მაშინ მაინტერესებს ამ განცხადებას, ვინმემ გაიძულათ გაკეთება? არა, მე რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მაიძულებს. ამიტომ გეკითხებით, მაშინ რატო გააკეთეთ ეს განცხადება?
პოლიტიკურ ჯაჭვს. რაც შეეხება დილით მეთქი მე ამიტომ გავაკეთე ეს განცხადება. დილით ნამდვილად არანაირი საფრთხე ამისი არ არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ უტვინოდ დაარბია აქცია, რომელსაც არანაირი გაგრძელება აღარ ექნებოდა, რომ არა ხელისუფლების მოქმედება, გამოიყენა აბსოლუტურად გადამეტებული ძალა. მას შემდეგ რაც ადამიანებს სადარბაზოებში მისდევდნენ, მოსახლეობაში იყო ისეთი დიდი ნეგატივი ამასთან დაკავშირებით და სრულიად სამართლიანი, ჯარში იყო ისეთი ვითარება, რომ ქვეყანაში მართლა შეიძლება მოხდარიყო გადატრიალება, იმიტომ რომ ჯარი იყო აჯანყების ზღვარზე. აქედან გამომდინარე, მე როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანს ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ ვითარება არ გამწვავებულიყო და ეს ძალიან კარგად იცით თქვენ, ძალიან კარგად იცით. სხვანაირად მოიხსენიეთ ის სპეცნაზელების მოქმედება, რომელსაც ბრიყოდა აჯანყების პირას მყოფი ჯარი, აბა როგორ უნდა მომხსენებია. დღეს თქვენ ამბობთ ამას და მეორე მე რა მაინტერესებს ის ამდენ არა რომ უკაცრავად მაშინ ერთ რამესაც გითხავთ თუ ეს ციტატები ესე კარგად ამოიღეთ მოდით იმ სპეცნაზელებზე ვისაუბროთ რამხელად კივილი დაუსჯათ თუნდაც იმ სპეცნაზელების და სამართალდამცავების გულებში რომლებიც იძულებული იყვნენ თავიანთი მეზობლის თავიანთი ნაცნობის თავიანთი თანამოქალაქის თავიანთი შესაძლო ნათესავის წინაშეც კი მდგარიყვნენ მაგრამ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ამ ადამიანებმა შეძლეს საკუთარი ტკივილისა და საკუთარი სიმძიმის განცდაზე მაღლა დაეყენებინათ ქვეყნის ინტერესები. ამ განცხადების გაკეთება მაშინ ვიმემ გაიძულა თავდადინა. არავის არ უიძულები ვარ. ეხლა ძალიან მაინტერესებს ერთ კითხვაზე თქვენი ესე ვთქვათ პასუხი. ასე კარგად რომ გაიხსენეთ 10 წლის წინანდელი ამბები, რომლებიც მილიონჯერ არის გადაღეჭილი. რატომ ვერც ერთი ჩემი განცხადება ესე ვთქვათ საზღვრის გადმოწევაზე ვერ იპოვეთ ეკა? ეს რაღაცა ცოტა არაობიექტურობას ხო არ გავს რამე რა არა ამაზე ეგეც არ არის პრობლემა. არა მე კი გიკითხავთ მაგრამ